დიუშენის დიაგნოზის მქონე პაციენტების ოჯახის წევრები მორიგი შეხვედრის მოლოდინში არიან, რომელიც ირაკლი კობახიძესთან დღეს ან ხვალ უნდა გაიმართოს. მანამდე პროტესტის რეჟიმში რჩებიან. გუშინ მთავრობის ადმინისტრაციასთან 45 ღამე გაათენეს და ქუჩას არ დატოვებენ იქამდე, სანამ გადაწყვეტილების მიმღები პირები წამლის ყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ. ოცნების პრემიერთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე პაციენტების მშობლებმა მიიღეს პირობა, რომ სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. მოლოდინის რეჟიმში მყოფი მშობლების პოზიციებს ფორმულას ჟურნალისტი მარიამ ლეკიაშვილი გაგვაცნობს, რომელიც ახლა ჩვენს ეთერს უერთდება. მარიამ, დაზუსტდა თუ არა მომდევნო შეხვედრის დეტალები, ესეც გითხარი. Დიახკეთი 40 დღეზე მეთხნიანი უწყვეტი პროტესტის შემდეგ პირველად ქართული ოცნების ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯოლაძე და ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებს შეხვდნენ. მშობლების განმარტებით შეხვედრა იყო ინფორმაციული ხასიათის და მათ მიაწოდეს ზუსტი ინფორმაციები. ირაკლი კობახიძეს შეხვედრის შემდეგ ძალიან მალევე შეცვალეს რიტორიკა სამთავრობო არხებმა, თუკი ისინი აქამდე აქტიურად საუბრობდნენ მედიკამენტების მავნებლობასთან დაკავშირებით. გუშინდელი შეხვედრის შემდეგ მათი რიტორიკა საკმაოდ შერბილდა. ისინი ახლა ამბობენ, რომ არ საუბრობენ ყველა მედიკამენტთან დაკავშირებით და ორ მედიკამენტთან დაკავშირებით არსებობს უფრო ნაკლები კითხვის ნიშნები. სწორედ ეს აფიქრებინებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებს იმას, რომ ქვეყანაში შესაძლოა მალე უკვე შემოიტანონ ამ დაავადების პროგრესირების შესაჩერებელი მედიკამენტები, რაც შეეხება მომდევნო შეხვედრას, რომელიც ჯერჯერობით დაზუსტებით არ ვიცით როდის გაიმართება, თუმცა მშობლები ვარაუდობენ, რომ ეს შეხვედრა გაიმართება ხვალინდელ შეხვედრაზე. სწორედ მშობლები კიდევ ერთხელ შეხვდებიან ირაკლი კობახიძეს და ახლა უკვე მათი მთავარი სათქმელი ირაკლი კობახიძისთვის იქნება ის, რომ მათი მთავარი მოთხოვნა, რომელიც უკვე 40 დღეზე მეტია მათ აქვთ, ის რომ ქვეყანაში შემოიტანონ მედიკამენტები, სწორედ ეს მთავარი მოთხოვნა იქნება მათი მხრიდან წამოჭრილი მომდევნო შეხვედრაზე. ეს პირველი შეხვედრა ემსახურებოდა მოსმენით ხასიათს, გაიცვალა ინფორმაციები, აბსოლუტურად ამომწურავ ინფორმაცია მივაწოდეთ ჩვენ მედიკამენტებთან დაკავშირებით და დადებითად შევაფასებდი იმ ფაქტს, რომ საუბარი აღარ არის მედიკამენტების უსაფრთხოებაზე. საერთოდ ის ნარატივი, რაც ჩვენს წინააღმდეგ იყო აგორებული, რომ თითქოს პოლიტიკურად მართულებრივად ეს თემა მოიხსნა. გუშინ ასევე ვიხილეთ მთავრობის არხებიდანაც ნარატივი შეცვლილია, თემა შერბილებულია, საერთოდ აღარ არის საუბარი სწავლის უსაფრთხოებაზე და საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელი გახდა. დიდი იმედს ვიტოვებ და მინდა რომ ეს მჯეროდეს, რომ ხვალინდელი შეხვედრა უკვე იქნება კონკრეტულად კომპანიებთან კავშირზე გასვლა. მოლოდინების სიმართლე გითხრათ, უფრო გქონდა მშობლებს, რადგან ფიქრობდით, რომ უფრო კონკრეტულად დაიწყებოდა საუბარი წამლების შემოტანასთან დაკავშირებით, მაგრამ ჯერ იყო ძალიან ზოგადი მიმოხილვა ამ თემასთან დაკავშირებით. ნაბიჯები, რომელსაც ველოდებით მშობლები, არის ხვალ შეხვედრა, მეორე შეხვედრა, უკვე ველოდებით კონკრეტულად შეხვდნენ მშობლები, მთავრობა და ფარმაცევტული კომპანიები და უკვე გაფორმდეს ხელშეკრულება წამლის შემოტანასთან დაკავშირებით. ჩვენ ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს, რომ ბავშვებმა რაც შეიძლება დროულად მიიღონ მედიკამენტები. ეს იყო ნამდვილად სამუშაო შეხვედრა. შევთანხმდით საერთო მიზნებზე, რომ ჩვენი მიზანია გადავარჩინოთ ბავშვების სიცოცხლე და ამავდროულად ბიუჯეტის სახსრები გამოყენებული იქნას ეფექტურად. მე მაქვს მოლოდინი, რომ მომდევნო შეხვედრაზე ჩვენ ვიმსჯელებთ, რომელი მედიკამენტი რა ვადაში უნდა იქნას შემოტანილი და როგორ უკავშირდებით წამლის მომწოდებელ კომპანიებს. უკვე 46 დღეა, რაც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები უწყვეტად აპროტესტებენ ქართული ოცნების მმართველობას იშვიათი დაავადებების მიმართულებით. გუშინდელი შეხვედრის მიუხედავად ისინი ამბობენ, რომ უწყვეტ პროტესტს გააგრძელებენ იქამდე, სანამ მათი მთავარი მოთხოვნა შესრულებული არ იქნება. ახლა საინტერესოა, რა ნაბიჯებს გადადგამს ქართული ოცნება და სამუშაო ჯგუფების შექმნის შემდეგ იქნება თუ არა მათი დაპირება ქვეყანაში მედიკამენტების შემოტანა.